სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის 2018 წლის 2 დეკემბერი. 62 მერვე ნაწილს ბევრი პატარა კითხვები იყო და მალე დავამთავრებთ ალბათ ორ კითხვაში დავამთავრებთ, თუ შეიძლება ბოლო იყოს ეს. გეგმავს თუ არა ღმერთი ჩვენს ცოდვას. ნახეთ რა აწუხებს ახალგაზრდას. გამარჯობათ პასტორ ჯონ, გამარჯობათ, მე მქვია თომასი თანაც ურწმუნო, ხო, თომა ურწმუნო. გამარჯობა თომას, მე მჯერა რომ ღმერთი ყველაფერში უზენაესია და ყველაფერი რაც ხდება მიცინებით ხდება. ძალიან კარგია ჯონ მაკარტურმა მოუწონა. მე ასევე მესვს რომ ღმერთი უშვებს ცოდვას ამ ქვეყნად და რომ ის არ გვაიძულებს ცოდვის ჩადენას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აქტიურად გეგმავს თუ არა ღმერთი ჩვენს ცოდვას. ესე იგი, ნახეთ გვიმზადებს თუ არა გამოცდას რა, ესე იგი, ღმერთი და გვცდის თუ არა, ხო ჩვენ. და ბატონ ჯონს არ ვიცი რატომღაც არ გაახსენა, მე წაგამახსენა მჭუში იაკობის წერილი პირველი თავი და მაგას წაგიკითხავთ ბოლოში როცა დავამთავრეთ. ჯონ მაკარტური ესე პასუხობს. ღმერთი ძალიან წმინდა ამის გასაკეთებლად, ასე რომ ღმერთი არ ერევა ამაში და არ აკეთებს. ის არ ჩადის ბოროტებას, მას არ შეუძლია ბოროტების ჩადენა, მისთვის შეუძლებელია ბოროტების ჩადენა. აღიარებს თუ არა ის რომ ბოროტება არსებობს, დიახ აღიარებს. უშვებს თუ არა ის ბოროტების არსებობას, დიახ ის უშვებს. ეს საიდუმლოდ არის მოცემული. იმისათვის რომ მოირგოს თავისი თვისებები, თავისი ატრიბუტები, რომლებიც სხვაგვარად არ იქნებოდა გამოვლენილი და ცნობილი. აი, ამიტომ უშვებს ის ბოროტებას. თუ არ იარსებებდა ცოდვა, არ იარსებებდა პატიებაც, არ არსებობს წყალობა, არ იარსებებდა მადლი და არ იარსებებდა თანაგრძნობა. ეს არის ღვთის თვისებები, რომლებიც უნდა გამოვლინდეს. ამგვარად ღმერთმა მიუხედავად იმისა, რომ ბოროტებაზე პასუხისმგებლობა არ აქვს, ამ პასუხისმგებლობას ანგელოზებისა და ადამიანების მეამბოხე ჯგუფს აკისრებს, ლაპარაკია სატანის ანგელოზებზე და ცოდვილ ადამიანზე, მან მაინც დაუშვა ბოროტება თავის გეგმაში, რათა გამოევლინა თავის თვისებები, რათა თავის თვისებების სრული სპექტრი დაგვენახა ჩვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ამით შეგვიძლია ჩვენ რომ შემოვიფარგლოთ. ცხადია რომ ღმერთი სუვერენულია, აშკარა რომ ღმერთმა დაგეგმა ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი, ამიტომ აშკარა რომ ღმერთმა იცოდა, რომ მას უნდა ყოლოდა ხსნელი ყოფილიყო ამისათვის საჭირო, რომელიც ცოდვისათვის საჯელს გადაეხდა. ამიტომ აშკარა რომ ღმერთმა იცოდა, რომ ცოდვა მოვიდოდა. მან ცოდვა დაუშვა გამოსყიდვის მიზნით, რათა ცოდვის წინაშე გამოიჩინა თავისი ბუნების დიდება გამომსყიდველური მხარით და ეს სამუდამოდ გაეკეთებინა ზეცაში წმინდანებისა და ანგელოზების წინაშე. და მე წავიკითხავ იაკობის წერილის პირველ თავს. ნურავინ იტყვის განსაცდელში ღმერთი ვცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტი და არც ვინმეს აცდუნებს. არამედ ყოველი ცდუნება თავისი გულის თქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. როცა ჩაისახება გულისკენ, შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს. ნუ ტყუდები ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი კეთილი, მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისაგან, რომელთანაც არც ცვლილება, არც ჩრდილი ცვალებადობის. მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველ ნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის. მადლობა მოსვენისათვის.